მოგესალმებით დილა მშვიდობის თქვენ უყურებთ უსმენთ მედია კავშირ ობიექტივს. ეს ობიექტივის დილა მე ამ გადაცემის წამყვანი მერაბ ჯიქაშვილი ვარ. მივესალმები ყველას, ვინც გვისმენს FM 105-ზე და ერთზე და რა თქმა უნდა ყველას, ვინც მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან, სადაც კი ინტერნეტი ხელმისაწვდომია, გვიყურებს და თვალყურს გვადენებს. www.obiektivi.net შეგიძლიათ აკრიბოთ და თქვენთვისაც ყურებადი და მოსასმენი გახდება მედია კავშირი ობიექტივი. დღეს ნინაობაა. და მინდა სრულიად საქართველოს, ყველა ნინოს, ყველა ქართველ ოჯახს, ყველა იმ ოჯახს, რომელიც ჩვენთან საქართველოში ცხოვრობს და ყველა ადამიანს მივულოცო ნინაობის ბრწყინვალე დღესასწაული. და წმინდა ნინო იყოს ყველას, სრულიად საქართველოს და ყველას ჩვენი მფარველი. განსაკუთრებით ულოცავ ამ დღეს პატიმრებს, ადამიანებს, რომლებიც რა თქმა უნდა ელოდებიან თავისუფლებას და მე მათ მართლა ღირსეულ და ჯანმრთელ თავისუფლებას უსურვებ. ულოცავ ყველა სახელმწიფო მოხელეს, ყველა პოლიციას, ყველა მეხანძრეს, ყველა ექიმს, ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ამ წამს მუშაობს ჩვენთვის და ჩვენი უსაფრთხოებაზე ფიქრობს. ულოცავ ყველას, ულოცავ ჩვენს მსმენელებს და მაყურებელს და განსაკუთრებით ულოცავ ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ჯანმრთელობის პრობლემა გააჩნია და ჯანმრთელობას უსურვებ. მართლა გვიყვარდეს ერთმანეთი და პატივიცეთ ერთმანეთს. დღევანდელი გადაცემა კი ჩვენი გადაცემა იცით რუბრიკა ეს პარასკევია რუბრიკა საინტერესო და ნიჭიერი ადამიანები მე მინდა მოკლედ თქვა ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარს ძალიან ბევრი რეგალია გააჩნია მე პირდაპირ ვიტყვი ეს არის ახალგაზრდა კაცი ბატონი შოთა წორწუმია მე ვიდრე სრულად ვიტყოდე მის რეგალიებს ალბათ მაინც უფრო საინტერესო იქნება რომ მე ის დრო არ წავართო და არ წავართო მსმენელზე მაყურებელსაც ის დრო როცა უკვე თვითონ და თქვენთან მივხვდებით რამდენად საინტერესოა ამ კაცთან საუბარი დავიწყებ ასე რომ ბატონი შოთა ახალგაზრდა კაცია ის 27 წლის გახლავთ მთელი მისი ცხოვრების მანძილზე ამ მთელი ამ მოკლე პერიოდში მან ბევრ რამეს მიაღწია იგი დავიწყებ აქედან რომ წარმატებული სპორტსმენია აქტიურად მისდევდა ბავშვობიდან საბრძოლო ხელოვნებას და შოტოკან კარატეს დრო არის ასეთი მიმდინარეობა წარმატებული კარატისტია ის ასევე არის ძალიან ნიჭიერი და საინტერესო პოეტი და რაც ყველაზე ისეთია მის ცხოვრებაში და საპასუხისმგებლო ალბათ ის 25 წლის ასაკში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია ოცნებიდან და შესაბამისად ბუნებრივია ძალიან ბევრი სხვა საინტერესო თემა შეიძლება ამ კაცთან ერთად განვიხილოთ და ვისაუბროთ. მე ბევრს აღარ ვისაუბრებ და რა თქმა უნდა პირველი მასაც ულოცავ ნინაობას. მოგესალმები. შოთა მე ვიცი რომ მე რაც არ უნდა გთხოვ და მე გთხოვ თუ შევძლებთ შევეცადოთ ერთმანეთს შენობით ვესაუბროთ ახალგაზრდა კაცი ხარ მაგრამ ვიცი რომ შენ ამ პირობას ვერ არღვევ და რაღაც მაინც ბატონობით მომართავ მაშინ ეს მომიწევს ბატონობით მოგმართო და მე მაინც ვფიქრობ რომ პირველი მე მიგილოცავ მართლა დღევანდელ დღეს შენ მე გთხოვე და შენ ჩამოხვედი ჩხოროწყუდან საკმაოდ დიდი მანძილი გამოიარე პირველად ხარ გადაცემაში პირველად იღებ მონაწილეობას პირდაპირ ეთერში და შესაბამისად მე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო რომ ჩვენ შემოგვიძ და მაყურებელს ზუსტად ვიცი რომ შესანიშნავად და ძალიან კარგად კიდევ უფრო მეტად გააცნობ შენ კუთხეს იმ ადგილს სადაც დაიბადე გაიზარდე და სხვა შორის მე მინდა ერთი ყველაზე თავარი მადლობა რასაც გადაგიხადო შენ და რასაც გითხრა მადლობა ეს არის ის რომ შენ ბევრი პრობლემის მიუხედავად ბევრი გასასწრების თუ არ ვიცი გასაჭირის მიუხედავად შენ მაინც არ დატოვე შენი კუთხე და დღეს ვიცით რომ პრობლემა არის მართლა სოფელი ულამაზესი ჩვენი კუთხეები სოფელი დაიცალა თითქმის ბევრი ადამიანი ცდილობს რომ თბილისში ჩამოვიდეს თბილისში არა ერთი კი არა უამრავი გაჭირვება ხდებათ მე თუ მithumetes მაგრამ მე მინდა შემადლობა ამის გადაგიხადო რომ შენ ამ შესანიშნავი კუთხიდან ჩვენი ქვეყნის ამ ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი და შესანიშნავი კუთხიდან ბრძანდები ხარ და არ დატოვე ეს კუთხე და ყველაფერი ეცადე ყველაფერსა და მიაღწია ბუნებრივია ბევრ წარმატებასაც თუმცა ყველა წარმატებაში მაინც არის ბრძოლა შრომა საჭირო და ამისათვის მე მადლობას გიხდი და მადლობა რომ ხარ ჩვენთან პირდაპირ ეთერში გილოცავ ნინაობას და გაზრდა საშუალებას პირველი რა თქმა უნდა მიულოცე შენს ქვეყანას შენს ხალხს ნინაობის დღესა მე შენ გილოცავ დღეს და დიდი მადლობა რომ ჩვენთან პირდაპირ ეთერში ხარ დილა მშვიდობის მოკლედ და გისმენთ დილა მშვიდობის ჩვენ სასიკეთოდ ირწევა მარად პატარა ქვეყნის დიდი ალამი სამარჯამო მშვიდობა თბილის და ერთგულ მსმენელთ თბილის ალამი მოგესალმებით მივესალმები ობიექტივის ერთგულ მსმენელთა და მაყურებელს
მინდა ყველას მშვიდობიანი დილა და საერთოდ ნაყოფიერი დღე ვუსურვო. ამასთანავე მადლობა თქვენ ბატონო მერაბ, რომ დამდეთ პატივი და ჩამთვალეთ ღირსად, რომ დღეს თქვენს გადაცემაში ყოფილიყავი და გისურვებთ, რომ ყოველ ახალ ჯერზე სულ უფრო და უფრო საინტერესო სტუმარი ყოლოდეთ. ამასთანავე ნინოობას გილოცავთ, გფარველობდეთ დღეს ხვალაც ნინოობის მადლი და წმინდა ნინოს ჯვრის ბრძალა. მთლიანად საქართველოს ულოცავ დღევანდელ დღეს და ღვთის ფარველობა არ მოკლებოდეს არც ერთ მათთაგანს. მადლობა ასე ლამაზი დახასიათებისთვის. მე პირველ რიგში აღნიშნავ იმას, როგორც თქვენ აღნიშნით, რომ დავიბადე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში. ლეწურწუმის საჯარო სკოლა დავამთავრე. მოგახსენებთ, რომ ვარ მრავალშვილიანი ოჯახიდან და პირველ რიგში უნდა აღნიშნოს ის, რომ ჩვენი ბავშვობა სწორედ რომ იმ აფხაზეთისეული ტკივილის ფონზე მეედინებოდა, რა თქმა უნდა, უჭირდა ყველას და გვიჭირდა ჩვენს, რამე თუ აფხაზეთის ტკივილი როგორც ქართველების გულში და გულზე, ასევე მთლიანად მატერიალურ მდგომარეობაზე საირეკლა, თუმცა მშობლები ყველა ღონეს ხმარობდნენ იმისთვის, რომ ჩვენ ბავშვობაში არ დავჩაგრულიყავით და ყოველთვის შთაგვაგონებდნენ, რომ არ მოგვეპარა, არავისთვის არაფერი არ წაგვერთმია და ნათხოვარიც ბუნებრივი ცვეთის ფარგლებში პატრონისთვის როულად დაგვებრუნებინა. თუმცა ამ ყველაფერს უნდა აღინიშნოს, რომ გვიადვილებდა შავლიგიც ურწომეა უფროსი ძმა, რომელიც დღეს უკვე საზღვარგარეთ იმყოფება. და ამასთან ერთად თქვენ პოეზია აღნიშნეთ და რაც შეეხება პოეზიის სიყვარულს, ალბათ ეს ყველაფერი იმამ განაპირობა, რომ ჩემი უფროსი და შორნაც ურწომეა სწორედ რომ პოეზიით იყო გატაცებული და არ ვიცი ჩემი შემოქმედება რამდენად სახარბიელოა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ზის შუქზე გასვლის საშუალება მის სტროფებსაც რო ვდგებოდა, ალბათ არანაკლებ სახარბიელო იქნებოდა. თუმცა ძალიან საინტერესოა შოთა და ჩვენი რუბრიკაც საინტერესო და ნიჭიერი ადამიანები, რაღაცა ლოგიკურად ყოველთვის რაღაცა ჯდება ხოლმე და ემოციური ფონიც. თან მიყვება, აი შენ ახსენე, მე მესმის ის ბუნებრივია ხა 27 წლის კაცი ხარ, პრინციპში იმ პერიოდში როცა არეული იყო და ქვეყანაში მართლა სიტუაცია უმძიმესი იყო, მით უმეტეს იმ კუთხეს, რომელ კუთხეზე ჩვენ საუბრობდა შენ ახსენ აფხაზეთი დაკარგვისკენ დაიწყო და ეს ყველაფერი იწყებოდა, თუნდაც ბრძოლები და ასე შემდეგ, ნუ მოგიწია მაშინ პატარა იყავი და კი მე არ გამოვრიცხავ რომ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი თუ რამე დრამა არის შენს პოეზიაში კი მაგრამ თავიდან ახლა მეორე ნაწილიც არის ეს კი დაგეხმარა თავიდან შენ ხარ ძალიან წარმატებული სპორტსმენი ანუ საბრძოლო ხელოვნებაში ბავშვობიდან და მე ხა უბრალოდ აღარ ჩამოთვალე ნუ იმიტომ რომ ძალიან ბევრ წარმატებას გაქვს თუნდაც ამ სპორტის კარატეს ამსახიებაში შოტოკან კარატეს დო ანუ შენ ბავშვობიდან იყო სპორტი პირველი მაინც ალბათ იქნებოდა სპორტი შეიძლება წერა ყოველთვის სადღაც მაინც წერდი ან რაღაც მომენტში დაიწყე დაფიქსირება თორე იყო სპორტი ხომ ეს მე ბრძოლა ეს ბრძოლის ჟინი და შემდეგ პოეზია რომელსაც თავის დრამა შემოიტანა მოდი ჯერ დავიწყოთ აი სპორტით ეს გატაცება და როგორ აღმოჩნდი აი გამაც ამ მიმართულებაში ანუ რისი თქმა მინდა ანუ ეს წრე იყო ამ მიმართულების ანუ ესე იგი კუთხეში და რაიონში რაღაც განვითარებული იყო და ძალიან კარგია ეს თუ ესე წრეება და ანუ კი სპორტი ერთია, მაგრამ აი კონკრეტულად კარატე და შოტოკან კარატეს დო ანუ რამე აღმოჩნდა იქ ჯგუფი იყო სკოლაში, რა იყო? საიდან, რატომ მაინც და მაინც ეს? დავიწყოთ იქიდან, რომ როგორც არასდროს ისე სჭირდება მძლავრ მკლავებით რგოლებად ბმული ქართულ ცასა და ქართულ მიწაწყალს ჯანსაღ სხეულში ჯანსაღის სული, თუმცა იმისთვის რომ სხეულში ჯანსაღის სული დამკვიდრდეს, ამის 1000 განშტოება არსებობს. და დავიწყებ იქიდან, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ბაბუა ჩემი ვასილ წურწუმეა თურმე თავის დროზე ცეკვით იყო გატაცებული ერდოს ბავშვებს ასწავლი და მამა ჩემს ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა იმისა, რომ მეც ამ გზას გავყოლოდი, თუმცა ბავშვობიდანვე ერთგვარი აკრიტება მქონდა იმისი, რომ მე სპორტსმენი უნდა გამოსულიყავი. მაინც დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნებოდა იმას, ეს ჭიდაობა ექნებოდა კრივი თუ კარატე, მაგრამ ჩხოროწყუში უკვე 20 წელიწადია, რომ შოტოგან კარატეს ფედერაცია არსებობს, რომელსაც ბატონი გერონტი მამფორია ხელმძღვანელობს, არის იქ სხვა დანარჩენი ფედერაციებიც, რომელსაც დავუშვათ კობაჯაიანი პოპულარულია, რომელშიც ყავს საკმაოდ წარმატებული სპორტსმენები, სოფლიოს ჩემპიონები, ევროპის ჩემპიონი და პრიზიორები, კავკასიის ჩემპიონები და მეც ხვდა ბედნიერება დის რომ სადღაც 40-მდე საპრიზო ადგილის მფლობელი ვარ, ასე ევროპის პრიზიორიც, საქართველოს შიგნით გამართული არაერთი ტურნირის
პრიზიორი და გამარჯვებული, მთლიანობაში დავდიოდი თითქმის 9 წელიწადი დავდიოდი შუტოკან კარატე-დოზე, 2008 წელს მომენიჭა პირველი დანი შავი ქამარი, ხოლო 2009 წელს მწვრთნელის კვალიფიკაცია ინტერნაციონალური ფედერაციის. დიახ, და ამასთანავე სტუდენტობის პერიოდში ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში ვავარჩევდი თითქმის 2 წელიწადი ბავშვებს, სადაც 40-მდე ახალგაზრდა ვარჯიშობდა ჩემთან და მთლიანობაში იმის აღნიშნა მინდა რომ თუ კი როგორც საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ რომ დღეს მართლაც და სულიერი სიზმრის აღჭირდება ქართველ ერს ყველაზე მეტად ჩხოროწყუ და საერთოდ ჩხოროწყუს კარატე-დო ფედერაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ თავისი და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს. შოთა ეს არის ძალიან კარგი და ძალიან საინტერესო. მე ახლა როგორ ვთქვა, მაგრამ დავამატებდი კიდევ რომ თუ ესეთ რაიონში, ესეთ კუთხეებში ჩვენ ესეთი წარმატებულია და როგორც შენ აღნიშნე, ხა 20 წლის განმავლობაში რომ არის. მე წარმომიდგენე რამდენი ბავშვი პოპულარობა იქნება. მე კიდე ძალიან გადამდებია ჯანსაღი ცხოვრების წესი და კარგი იქნება ამას როგორ ვთქვა, მაგრამ ვინატრებდი რომ დაემატოს როგორც იყო ადრე მუსიკალური სასწავლებლები, პატარა სკოლები, კულტურის სახლები იყო უზარმაზარი. ალბათ დარწმუნებული ვარ ჩხოროწყუში არის და კიდევ ფეხზე დგას და მოქმედებს და ამაზე ჩვენ ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ როცა გადავალთ უკვე იმ საკრებულოს ნაწილზე, იმიტომ რომ ეს უკვე მე ვხვდები რომ აქ ხა ერთ შოთა წურწუმიაზე არა მხოლოდ საუბარი. აქ დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრი ბავშვი იზრდება, ალბათ გაიზრდება და თუნდაც შეჯიბრები რო ტარდება, ხო? რო დავანებოთ სოფლიო მასშტაბით შეჯიბრებს, ხო? შიდა ტურნირებიც ხო ზუსტად პოპულარიზაციაზე ორიენტირებული, ხო? მაგალითად, ჩხოროწყუველი, წალენჯიხელი, თქვათ გურული, ანუ რაღაცა ეს კუთხე შიდა ჩემპიონატები რო იქნება. ეს ძალიან კარგია და დღეს მით უმეტეს იმ ფონზე რომ პირდაპირ ვიტყვი რომ ანტინიკოტინის კამპანიები რო არის ხოლმე და მართლა უნდა იყოს და მართლა სასურველია რომ ყველა ჯანმრთელი ახალგაზრდა და ადამიანი ცხოვრობდეს, ხო? ეს ერთ-ერთი შტუარი, რომელიც აი ესეთი განვითარებული ყოფილი, იმიტომ რომ შენი მაგალითი ნიშნავს რომ ძალიან წარმატებულია და ძალიან პოპულარულია ჩხოროწყუს. მოდი, არ არის პატარა სოფელი, ვიცი, არ არის პატარა, მაგრამ თუნდაც ამ სოფელში, ამ რაიონში განვითარებული ეს სპორტი, სადაც წარმატებული სოფლიო ჩემპიონების თუ ყავს მით უმეტეს და მერე თქვენი ადამიანები ხდებიან ეგრეთ წოდებული მწვრთნელები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ ამას მოსახლეობაც უწყობს ხელს. იმიტომ ეს მოსახლეობის მონაწილეობის გარეშე ისეთი რაღაცა, იმიტომ რომ ბავშვები მიყავ მშობლებს. შენც ხო როცა თქვი და გაგიტაცა ხო მშობლებმა გამოხატეს სურვილი. მე მინდა ერთი რამე ვთქვა, აღნიშნე, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ფაქტია. შენ ყველაზე პატარა ხარ, ხო, დედმამიშვილებში? არა, მე მეოთხე ვარ და მეოთხე ხარ, ხო, და ვიცი რომ რაღაცა შენ ახსენე შენი ოჯახი და ეს და ანუ თუნდაც არის ხო ასეთი თანადგომა, რომ ოჯახის უდესი გაჭირვება და მე ვიცი ყველამ გაიარა, ანუ დღესაც ვარ ძალიან ბევრი ადამიანი და ეს ოჯახური თანადგომაც და სოლიდარობას ბევრს იზრდება, იმიტომ რომ სპორტი და მერე პოეზია. ეხლა რომ გადავიდეთ ნელ-ნელა პოეზიაში, ანუ რომელი იყო პირველი, ძალიან ძნელი სათხმელია, მაგრამ მე მაინც მინდა კითხო, ხო? მე ბრძოლის სულისკვეთება რაიონში პატარა ბიჭი სოფელში შენთან იზრდები და ვიცი რომ რაღაცა შენ თუ გახსოვს, ან თუ მას იცავ, გარდა იმისა რომ შენი დაწერდა და შეიძლება ეს გენეტიკურიც იყოს, თუ გახსოვს, აი როგორ და რანაირად დაიჭირე შენ თავში რომ შეგეძლო და ძალიან საინტერესო და კარგი მოდი მსმენელიც მოისმეს, მაგრამ ძალიან საინტერესო და კარგი ლექსები გაქვს, რითმიკა და მეტი წილი მოდი ვთქვათ, აქ არის ბუნებრივია შენი პატრიოტიზმის, რაღაც ხასიათის, ჩვენი გენიც არ ვიცი როგორ ვთქვა და ამავე დროს არ გამიკვირდება რომ და არც მე მსმენელს დამაყურებელს თუ გაუკვირდება, თორე მე ვიცი რომ ბოლო ნაწილში მართლა გაუკვირდება ჩვენი აი ამ ლექსების წარმატება ევროპაში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო. ევროპაში ქართული მსმენელი, იქაური მსმენელი, თარგმანი და ძალიან ბევრი რამე. ვიდრე გადავიდეთ ამაზე და შენ უნდა დამითხრა თავარი, საიდან თუ გახსოვს, თუ დაგიჭირე შენი თავი სპორტიდან უცებ როგორ გადახვედი ლექსებზე. ეს ორივე თამდევი იყო, მე არ მინდა თქვა. ერთად მიმდინარეობს, მაგრამ ზარი მივიღოთ. მსმენელია, მაყურებელია. მოგესალმები და გისმენთ. ალო. დიახ. გამარჯობათ. გამარჯობათ. მოგესალმები, ბატონო მერაბ. დიახ, მოგესალმებით. მე ისი, მე ვინც ვარ, კარგად ვიცნობ და მე მინდა 80 წლის კაცი ვარ. 81-ისა. მე მინდა კაცო, აქამდე კომუნისტურ წყობაში ყველა სოფელში იყო ჭიდაობის სექციები, იყო მოედნები, ჭიდაობა, ფეხბურთი, ყველა კალათბურთი, ყველა სპორტის სახეობაში. რატო მაისპო ესენი? დღეს ახლა აი ახალგაზრდა ბიჭია, მაგის სახელი არ ვიცი და მეგობარო, შვილო, გენასვალე.
კარგი ბიჭი ხარ, კარგი ისა და სპორტი არ მიდის წინ, რატო იცი? ყველა სოფელში უნდა იყოს აი ეს ჭიდაობის მოედნები, ფეხბურთის მოედნები, ყველაფერი განვითარდება და გასაგებია, ზუსტად ეს გამოვხატეთ და ზუსტად ეს თქვი და მადლობა ღმერთს ყოფილა ესეთ ჭოროწუს რაიონში ყოფილა და ერთ-ერთ სახეზეა. შოთა, როგორ გადავედით? ორმისი მადლობა ბატონს ზარისთვის, მადლობა კითხვისთვის და მთლიანობაში ერთგვარ ფორმულირებას გავაკეთებ. მთლიანი იმ კითხვისა, რაც თქვენ დასვით და თქვენის ნებართვით პატარა ლექსას მოაყვა. პირველ რიგში იმას აღნიშნავ, რომ ჩხოროწყუს და ჩხოროწყუელებს და მთლიანად სამეგრელოში, რა თქმა უნდა, ვთვლი რომ ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება, გვაქვს ბედნიერება იმისა, რომ კერძო ჩხოროწყუშიც, როგორც ფეხბურთი, კრივი, კარატე, ჭიდაობა, ამის ფუფუნება ნამდვილად და ახალგაზრდებს და თქვენ აღნიშნეთ, რომ მშობლები რამდენად მიდრეკილი არიან ამის მიმართ. რა თქმა უნდა, უწყობენ, თითოეული მშობელი უწყობს ხელს და ამასთანავე თვითონ კარატეს როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ფედერაცია. ჩხოროწყუში თუ არ ვწდებით, დღეის მდგომარეობით 3-4 სოფელში, გარდა დაბა ჩხოროწყუსი, 3-4 სოფელში კიდე გახსნილია კარატეს წრეები და ძალიან კარგია. ჩემი დიშვილების დადიან. რაც შეეხება თქვენ ოჯახი და ამასთანავე ის გაჭირვება ეტაპიც ვახსენეთ ომის დროინდელი და მთლიანობაში წარმოდგინდა მაინც რომ შეუქმნათ ჩემს ბავშვობაზე მაინც პოეზიას უკავშირდება უმეტესად დღევანდელი დღე და აღნიშნავ რომ 99-ში მშობილ ვარ ჯერ არც ცოლი მყავს არც შვილი თვედარიც დაგიკონკრეტებთ 24 აპრილი სახელად შოთა მოძმენო ვაჟასზე დაძმით მყარადა ჩხოროწყუს სოფლად გაზრდილი წურწუმია ვარ გვარადა. ლეწურწუმეში მაქვს ბინა, სტუმრისთვის მუდამ კარხსნილი. ერთი უბრალო მეგრი ვარ გლეხის ოჯახში აღზრდილი. მე ჩემსას ასე აღნიშნავ, როცა თავიანს ყვებიან, სიმდიდრის ფასი ვიცი და კიდევაც მომშიებია. უფლისად მტრფობით გაჟღენთილ სულს მიტკბობს წმენის ნექტარი, დათვით ნაპოვნზე მეტადრე ოფლით ნაშოვარ შევხარი. გონებით ბევრგან დაუქრივარ შეცნობილი მაქვს მთაველი ცხოვრებისამის დევიზად მართალკაცობის სახელი დაამწუთებშიც როდესაც სინდისისა მაქვს ქორწილი თუ გამამტყუნებთ თანა მაქვს ჩემ ხელთ ნაჭედი ბორკილი მიჩ სანამ მოგდავთ სულები უფლის სამჟავროს წარსდგება არც ერთ მათდაგანს აცდების ერისფრივ გასამართლება განაჩენს თქვენგან მოველი არ მიცხოვრია ორგულად მე ლექსად შემოგთავაზეთ ჩემი არსების ფორმულა აწ ინსტრუქციას მიყევით დათუმცნოთ დასჯის საგანი მაშინ დედას ჩემს ვაჟისთვის ბრმად ორწევი აკვანი და თქვენს სრემლების მაგიერ არ დაიზარო თქვის სროლა როგორც ფშაველის პერსონაჟთა არ უტირიათ წიწოლა უფლისად ტრფობით გაჟღენთილს გულს მithბობს წმენის ნათელი ცხოვრებისამის დევიზად მართალკაცობის სახელი და ეს ყველაფერი მთლიანდება იმაში რომ უმთავრესი ეს სულისკვეთება ალბათ პოეზიის სიყვარულმა გამიჩინა როცა ლექს არ ვკითხულობ ხან ყინვამსჯის ხან ქარი დაჩემს ტანჯულს ხელში სევდა იწყებს თარეშებს გაზაფხული ზაფხული შემოდგომა ზამთარი ჩემთვის ჯოჯოხეთია პოეზიის გარეშე თუმცა ეს რამდენად ღირებული სახით ამას რა თქმა უნდა მომავალი გამსაზღვრავს თუმცა მე ბავშვობიდანვე თქვენ თავარი კითხვა იმაში მდგომარეობდა რომ ბავშვობიდანვე ვგრძნობდი რომ რითმები და რითმით გამთვარი ფრაზები ყოველთვის ბრუნავდნენ ჩემს გონებაში თუმცა ეს სააშკარაოზე ნაკლებად გამომქონდა თითქმის მეგობრებმა კი არა ოჯახში წარიცოდნენ და ასე 20-21 წლის ასაკში როდესაც სამსხიავხეთის უნივერსიტეტიდან თურქეთის ქალაქ ყარში მივდიოდით სტუდენტები ერთკვირიანი ვიზიტით იქ ახსენა ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა ირაკლი თურქაძემ რომ სხვებთან ერთად შოთა წურწუმიაც იყო პოეზიით გატაცებული სადაც მათისეულ თხოვნაზე დაყრდნობით რამდენიმე ლექსის ავიკითხე და ჩემი მომგზავრებული შემოქმედებამ ყურადღება მიიქცია ბატონი თემურაზ მაღრაძის რომელიც იმ დროს უნივერსიტეტში სპორტისა და კულტურის სამსახურს ხელმძღვანელობდა რომელსაც მოჰყვა ისევ და ისევ მისეული მიწვევა უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე სადაც დღემდე ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ლექსი ნამეტანი აერია საქართველოს წავიკითხე. ამას მოყვა ისევ და ისევ ჩემი პოეზიის საღამო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები მონაწილეობდნენ ბატონი მერაბ ბერიძის უნივერსიტეტის რექტორის
სურვილით დახმარებითა და ქალბატონ ქეთევან გრძელიშვილის რედაქტორობით 2013 წელს გამოიცა ჩემი პირველი ლექსების კრებული სახელწოდებით რითაც მე სუნთქავ, ხოლო გასული წლის 4 მარტს მუნიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელის ქალბატონ ნაირა სიმინტიას ხელმძღვანელობით მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში მოეწყო ჩემი პოეზიის საღამო და აგვისტოში უკვე ამ ყველაფერმა რა თქმა უნდა ერთგვარ ვალდებულებებში შემოყვანა, მაგრამ აგვისტოში უკვე გავბედე რომ მეორე ბროშურა გამომეცა კრებულის სახით, სახელწოდებით მე სიმარტოვე და პოეზია, რომელშიც მთლიანობაში 153 ლექსია შესული, აქედან მეგრულ ქართული, უფრო ქართული ლექსები და 115 ლექსი მეგრული. დიახ. ზარი იყო, თუმცა აღარ შევძელით რომ აღარ შეგაწყვეტილი. 2388 მომიტევეთ, შეგიძლიათ დარეკოთ, შემოგიღოთ ყველა მსმენელს. 2388 მობილური ზარი მოგესალმები და გისმენთ. ისაუბროთ. ანუ პირდაპირ ეთერში ვარ? დიახ, პირდაპირ ეთერში ხარ, ცოტა აუწიეთ. ცოტა ხმამაღლა ქალბატონო. გამარჯობათ. რაც თქვენ საკითხს შეეხება, მე იმაზე ვერაფერს გეტყვით. წეგან ჩემს წინ გამოსულ კაცმა მართალი თქვა კომუნისტების დროს იყო ყველა სტადიონი, ყველა სოფელშიო. ახალგაზრდობა მაგით იყო მაგარი და ძლიერი მაშინ და ალბათ ის დრო ჯობნებია თურმე დღევანდელ დროს. მე ბატონო მერა მე თქვენთან მინდა პირდაპირ ეთერში მოხვედრა. მე შვილი მომიკლეს და დავდივარ სამართალს ვეძებ და ვერ პოვლობ, ამიტომ თქვენთან პირდაპირ ეთერში მოხვედრა. დიდი ხანია ვრეკავ, 1 წელიწადია ვრეკავ თქვენ ობიექტივში და ძლივს ეს ერთხელ ძლივს დავიცი რა მოხდა, არ მეკვლით გამოვედი. ქალბატონო, მე დატოვე თქვენი ტელეფონის ნომერი და ტექნიკურ სამსახურს თხოვ ჩაინიშნოს და დაგირეკავთ. სამწუხაროა ესეთი ფაქტები, თუმცა პირდაპირ ეთერში მესმის ამ პრობლემებზე საუბარი, ჩვენ შევხვდეთ ერთმანეთს და მე დაიკავშირდებით. 2388 და ბატონი შოთა წურწუმია, ახალგაზრდა კაცია, ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი, პოეტი, სპორტსმენი, წარმატებული სპორტსმენი, პოეტი და შემდეგ უკვე საკრებულოს მუნიციპალიტეტის დეპუტატი ჩხოროწყუს რაიონში. შოთა, მე მაინც მინდა კითხო, რომ შენ ბუნებრივია, აი მესმის, კარგია რომ პირველი წარმატება, ხო, შენ ლექსის გამოჩენა მოხდა ახალგაზრდებში, თან ახსენე ვიყავით თურქეთში, წასულები და მოხდა ეს. როგორ იყო თვითონ შენთან, ან თქვათ, მე ვიცი შენ მოვისმინე ერთ-ერთი ლექსი, მეგრულად ამბობ, ლექს, მე მგონი არ ვიცი, რაც პატარა ლექსია, მე არ ვიცი, არ მესმის, ბუნებრივია. მეგრული ენა არ ვიცი, მაგრამ მოვისმინე ინტერნეტში ლექსი, რომელიც შენ ქონდა ეგ და ვიცი როგორი იყო რაღაცას მენა, ვინც ჩემ მეგობარი გვერდზე ვინც იყო, ვისაც მეგრული, ვინც მეგრული ესმოდა, იყო ისე თვალებით იყურებოდა და ცრემლიც მოადგა, მაგრამ როგორი იყო თვითონ იქ როგორ არის შენ სპორტსმენი, მე დეპუტატიც გახდე, უკვე ყველანაირად გიცნობდნენ. როგორ მიიღო შენმა მეგობრებმა, შენმა ოჯახმა, შენმა კუთხემ, შენი ლექსების, ის რომ შენ პოეტიც ხარ და ძალიან კარგი ლექსები წერს ხოთა შორის და ვისაც ეკრემა საშუალო ბოლოს ვიტყვით, რაც შეიძლება თქვა ლექსები შეიძინონ, მე ვიცი რომ YouTube-ზე, მაგრამ ვიდრე ამაზე გადავთ, როგორ იყო თვითონ შენი მეგობრები, შენი გარემო, შენ კაი ხანი არ ამბობდი ამას. იცოდნენ რომ კარატისტი იყავი, წარმატებული სპორტსმენი, რაღაცა პოლიტიკაში წადე ყველაფერი, მაგრამ აი ეს ლექსების ის როგორ მიიღეს, მობილური ზარი მივიღოთ, შემოიყვანდა ეს შეკითხვა არ დაგაბისდება. მოგესალმებით გისმენთ. ისაუბრეთ. ალო. გამარჯობათ. ხმამაღლა, თუ შეიძლება აუწიოთ. გამარჯობათ, მოგესალმებით. დიახ, მოგესალმებით. მოშორდით მიკროფონს, ტელეფონს, კომპიუტერს თუ ტელევიზორს. მინდა მივესალმოთ ჩემს ამაყო ძმას. მოგესალმებით. ტელევიზორს მოშორდით, ქალბატონო. ლეწურწუმიდან გიკავშირდებით. საიდან? ლეწურწუმიდან გიკავშირდებით. უი, აგერ. ძალიან სასიამოვნოა, მადლობა თბილი ზარისთვის და შენი ცოტა ძმაო. გაიხარე, დიდი მადლობა. დიდი მადლობა. რეალერსოდ ჩვენს თოდაბადეს ამაღლდეს, ჭერი ხურდეს ხუმელი,
მე მხიბლავს ჩემი ლეწურწუმე და მე მიყვარს ყველა ლეწურწუმელი. ძალიან მიყვარხარ და უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა ზარესთვის. აქვე და ის შეკითხვა რომელიც მეკითხავ, როგორ მიიღო შემო მეგობრებმა, ოჯახმა, ჩემმა საახლობომ, გარემოცამ, როცა უცებ გაჩდი წარუდგინე შენ ლექსებიც და მადლობა ბატონო მერაბ, სანამ ახლა თვითონ პოეზია ხომ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნექტარს წარმოადგენდა მთელი ქართული ერის ისტორიაში და მით უმეტეს სულის სიჯანსაღის ერთ-ერთ წყაროს და საერთოდ კარგია და რაჯობია იმას ადამიანს გიწოდონ პოეტი. თუმცა მე ყოველთვის რაღაც ეციური ძალაში თამაგონებდა რომ პოეტობის წოდება ვიცი ქვეყნა თუ რა ძვირად ფასობს და თუ ოდეს შევიფერებნე მას მიჯობს თავად ღმერთმა შევაფასოს, იმიტომ რომ ძალიან ძნელია ახალგაზრდამ ისაუბრო იმაზე და დაარწმუნოს საკუთარი თავი რომ მე პოეტი ვარ. ამას ძალიან დიდი სიმყარე და პასუხისმგებლობას გაკისრებს მომავალში. თუმცა სადღაც მე-5 კლასში ვიქნებოდი, როდესაც ცოტა ხმამაღალი გამოთქმა გამომივიდა სტროფისეული, როდესაც ვამბობდი რომ რადგან თვითუფლის ლოცვას ვაკურთხებით რითმებმა ჩემში ჩავშვეს ხუზა, მე თვითონ სახლო პოეზიაში, მე თვითონ ავარ ლექსთვის მუზა. ასეთვე მსგავსი იყო მწვავს თუმს არ დარდო წუთის ამაზე წამდეთ მიწიდან ზეცასხლებული, მხოლოდ ღმერთია ამ ქვეყანაზე პოეზიაზე ამაღლებული და სწორედ რომ პოეზია ალბათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმი, რომელიც მე უფალთან და საერთოდ ცასთან მაახლოვებს. პოეზია ერთგვარი კვარცხლბეგი პოეტური კუთხით შემოქმედი ადამიანისა, თუმცა რაც შეეხება კითხვას, თავიდან როგორც თვითონ შემოქმედს ალბათ ნებისმიერ შემოქმედს მეც სანამ დავრწმუნდებოდი ამ ყველაფერში გარკვეული დრო დამჭირდა და მეგობრებმა რა თქმა უნდა სიხარულით შეხედეს და დღეს ესალმებიან. ამასთანავე ახსენეთ თქვენ მეგრული ლექსები, რომლებსაც თავად უნდა აღინიშნოს, რომ მთელი ჩემი ამ ასე დავარქვათ პოეტური გზის მანძილზე არანაკლებ დიდი ყურადღება ექცევა. მით უმეტეს სოციალური ქსელებიდან გამომდინარე და თქვენის ნებართვით ერთ-ერთ ლექსს ავიკითხავ, რამე თუ ძალიან დიდ სითბოს გრძნობ ხოლმე ერთგული მკითხველის და მსმენელთაგან. ხობწყარს კიდირ დოშინապ გიანტირენ მერეხანს ცა გვალეფიშ პუხა ხუს ინით გაგმაჩერეხანს დაფის ხუტოლიაფირ წყით კიბირცალიო კანკალიანს ფშახუდო გვერდ მურიცხის გურშამუნ მიკაკალიანს სესკ ტყარხვიმას მიკიცვანგ სოთონს მუჯ გემუანს დამონჭვებული ხულის ჯინს ტორონჯგინ მიჭვემუანს სოფელი ონტკას მეუჯან ხუთოშიან სოლიუანს თოფურს მონატრებულ თუნთ ბირცხემს უწრწოლიუანს განთხდო კილეს უმარდგ ვავონდურუ კასაკის შურო ქნკმარჩკლიეთ და გეჩშებუთ ფარსაკის მოგოთანეს მაალეფი ნადირუას ნირზენდით ერთსქემს ტყვია ქეკბოგრეშ ნაკიდირა იმენდით კიდირის ძვალ გოწკირუდ ჭყოლირ გურიშ რაბადით კარეშ ყებურს ელვოხეთ მწვადის სკირდო ნაბადით მენძელ ნანატრკოჩმიუნს ბოლოლიუკმას ბაჩუანს ბჟა მანტუმფერი ელარჯის ყვალითეთ მუპაჩუანს ხუმ ლანჭაშ ასელაძღირკ ხეისკბუთობ ჭიფას ქილი ჯიკის ორკოლმუნოონ ღვინით მოსრთინაფილი თოპ ყვათარას ყარულიანს სხენიდიარ შარაპის ჯოღორხოლიონ დომულიანს გოთანაშა შარაპის კილეს ფართას გობშალიონთ ყანწებს ქმიფრქინუანთ ცოცხაის ქუადღირძელიან თულირს ქმიფშინუანთ ხობწყარს კიდირ დოშინაპ გიანტირე მერეხანს ცაგვალეფიშ პუხა ხუს ინით გაგმაჩერეხანს და ამასთანავე სულ 5 სტროფია ერთ ლექსსაც გავბედა გამომდინარე იქიდან რომ თქვენ მოგიხსენებათ არის ხოლმე წინააღმდეგობა მეგრულ ენასთან დაკავშირებით და მე მოკლედ შემოვიფარგლები თითოეულმა ქართველმა თითოეულმა ჩვენთაგანმა ის სიყმისეულად უნდა გავაცნობიოროთ რომ როგორც მეგრული ასევე სვანური დედაენასთან ერთად ჩვენი ძალიან დიდი სიმდიდრეა რომელზეც აღმოსცენებულია ჩვენი კულტურა და თავარი ღირებულებები, ანუ ზარია? დიახ, ზარია, მოგიგოთ მობილური მსმენელი. მე ერთი რაც გავიგე, მივხვდი რომ ეს ლექსი იყო რაღაც ან რაღაცა მეგრულ ენასთან დაკავშირებით. სუფრაზე, კუთხეზე, კეიბზე რაღაცა. ნადირობა რაღაც ახსენე. არა? როგორც გავიგე. რომელიც წავიკითხე? კი, მაგრამ რომელიც წავიკითხე, დიახ. მოგესალმებით, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ.
ალო გამარჯობათ ბატონო მერაბ ძვირფასო შოთა მოგესალმებით ილოცა პირველ რიგში ნინობას წმინდა ნინოს ლოცვა და მადლი ფარავდეს შორს და ახლოს მყოფ ყველა ქართველს მე შორი ამერიკიდან მოგესალმებით და მინდა პირადად თქვენ ბატონო მერაბ უდიდესი მადლობა მოგიხადოთ თქვენს გადაცემას უყურე დავიწყებ ბატონის სოსოს თან ინტერვიუს მოვიხიბლე და გაფასებ თქვენი თანა ჟურნალისტ რომელიც წლების განმავლობაში მიაღწია ბატონ სოსო მატკავასთან ინტერვიუს და მთელი საქართველოსის გახადა ესეთი განძეული ნამდვილი ჭეშმარიტი ქართველი ცნობილი. ახლა ამას აგრძელებ და შოთასთან ახალგაზრდას რომელიც ნამდვილად რო ღვთისგან ბოძებულია ნიჭით და ტალანტით ღვთის ცნობილს და ყოველთვის მისაწვდომს. ასე რომ მინდა პირადად თქვენ დიდი მადლობა მოგიხადო და შოთათი მოვიხიბლე მე ბატონმა სოსომ გამაცნო მე წარმოშობით სოხუმელი ვარ მოხიბლული ვარ მითი ტყბები შორეულ ნიუ-იორკში მისი ლექსებით და მინდა რომ რა თქმა უნდა წარმატებები ვუსურო მას ეს ნიჭი ღვთისგან ბოძებული გაეგზელებინოს როგორც ამ ვამაყობთ მისით გაეგზელებინოს და ესახელებინოს თავისი ჩვენი პატარა საქართველო. ანუ ეხლა თქვენ მად შუაღამეა მე მგონი რა დაახლოებით 4 საათი და არ გზინავ და გვიყურებთ? დიახ, დილის პირველი საათია, დილის 8-ზე უკვე სამსახურში უნდა ვიყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ასეთის გამოტოვება პირდაპირ ეთერში არ შემიძლია, ასე რომ სიამოვნებით ვუყურებ სოსოს ინტერვიუს. ქალბატონო, ყველას მან ცხოვრებ ქართველებს, ჩვენ თანამემამულეებს მიულოცეთ დინაობა და მერთმან გაგაზრდებინოთ, მალე დაბრუნდით. ყველას მიულოცეთ თელს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვისთანაც ხელი მიგისმენთ. დიდი მადლობა ბატონო მერაბ თქვენ უდიდესი მადლობა პირველ რიგში და აუცილებლად მე ხშირად სტუმრობ ასე რომ აუცილებლად იმედია როდესაც აუცილებლად რომ პირადად მადლობა მოგიხადეთ. გაიხარეთ, მერთმა გაგახარო. დიდი მადლობა და გავაგზავნეთ ლექსი გინდა და რაღაც კიდე გეთხოვნა მგონი. ხო, მაშინ თქვენის ნებართვით. კი ბატონო, და შეგიძლია კომენტარი გაკეთოთ. მოგესალმებით რომ საქართველოში 500-მდე ადამიანი საუბრობს მეგრულად, თუმცა იუნესკოს დასკვნით უკვე გადაშენების პირას მდგარ ენებს შორისაა მოიაზრება მეგრული ენა და აქედან გამომდინარე მეც ვეცდები რომ საერთოდ მე არ ამგონია ამ ენაზე მოსაუბრე ადამიანები საქართველოში ცოტათი მაინც გამამხნევა არ გადაშენდება არასოდეს არ ღმერთმა არქნას და ჩვენ არ დავუშვით ამას რა თქმა უნდა ქართული ხალხი დიახ 20-დეს დობავილეს კვარდო კურსი შქიებად მარგალი მუშენთაკილენს მარგალიურო ჩიებას ჩკიჩკუ ახალდო ხანშუმილ კოლხურ ხმაშა იბირით სამარგალიოს მარგალიურ მიმარგნა კიბირით თეცაშ მინჯე დიდღორონთ მარგალიშმეთ მიპუას ქუდი ხვაშ დუჩა გეფორისკან ვასვაგოიტიბუანს ბჟა თუთადო მურიცხები ბინეხ გოშილ ბული ჟას თეზმა გვალა დოწყარებ შხვა მიქოკო მინჯას ქორტკოჯგჯიმა თხამუშის ვაუჩექმუ მურჯულას ნანაშ ნინაშ შონგურით არკვანს მუნნაღურჭულას ქუგუდირთად მანგარას ტერიშ ჯინშევერუათ სამარგალიოს მარგალიურს ირკოჩქუმუფერუათ ქალამსიმეთ ოსხაბური ჩილამური დიბშირით ზიტყვებ ნამუთ მუმალებს მუკნატებებს ზისხირით ღურეისხოლიო კომბირენი ზვალდო ჯერღვის აკილენს მარგალიურო ჩიებას მარგალი მუშენთაკილენს ნუ როგორც მივხვდი ეს არის რომ მეგრული ყოველთვის იქნება რაღაც პატრიოტული მეგრულად საუბარი მეგრელს არ უნდა გასაგებია დიდი მადლობა 2388-105-ია ჩვენი პირდაპირ ეთერის ნომერი დრო ძალიან მალე გარბის ნიჭიერი და საინტერესო ადამიანის რუბრიკაში ყავს ახალგაზრდა კაცი 27 წლის შოთა წორწუმია სპორტსმენი ძალიან წარმატებული სპორტსმენი კარატეში სახეობა ტოიშო როგორ არის შოტოკან კარატე და შესაბამისად ბუნებრივია საინტერესო ანუ შიშველი ხელის გზა ხო ანუ შიშველი ხელის გზა და ბუნებრივია მწერალი პოეტი და საკრებულოს წევრი შოროწყუს რაიონში ძალიან მოკლედ მე არ შემიძლია არ თქვა იმიტომ რომ ვერ გადავახტებით ამას შოთა რაღაცა ეს პოლიტიკური წარმატება იმიტომ რომ შენ მართლა გუწევად აგირჩიეს შესაბამისად მოხდი ოცნების მოვიდნენ როგორც იყო და ძალიან კარგი იცი მე ერთი რას ვიტყვით მე ვიცი რომ ძალიან ბევრი პრობლემები იქნება ზოგადად როცა ხელისუფლებას ყოველთვის აქვს პრობლემები მით უმეტეს როცა ერთადერთი რაც მიხარდა რაშიც პოზიტივს ხედავ და მინდა სხვა შორის ქართულ ოცნებას იქ არ ვიცი ხა დარწმუნებული ძალიან ბევრს ვიცნობ ალბათ მეც ჩემი ძველი მებრძოლები იქნება თუ ასე შედა მაგრამ მინდა ერთი მადლობა იმის გამოუთხრა რომ ერთი ესეთი სუფთა
კუნძული და შენი სახით მე ვიცი და გიცნობ ესეთი გულწრფელი და სუფთა ადამიანი ხარ იქ დეპუტატი და ნეტა შეძლოთ მართლა შეძლოთ რომ ბევრი რამე გააკეთოთ და ძალიან ბევრი რას ეშავდა მაინც მოკლედ რომ უცებ შენ გახდი დეპუტატი იმიტომ რომ იქ ხმა ხარ იქ არის იმ კუთხის იმ რაიონის ხმა ხარ საკრებულოს დეპუტატი ნუ მოდი ავიღოთ დიდი პარლამენტის დეპუტატი არჩევა არ იყოს რა გით მაგრამ ძალიან ბევრი სამეცხვი და მithumetes მუნიციპალიტეტში რა იყო შეთვის ეს და როგორია ეს პერიოდი მესმის რომ 25 წელს გახდი დეპუტატი ძალიან მოკლედ უნდა გადავდე თავაზე მობილური ძარი მივიღოთ მოგესალმებით რო არ შემოუშვა გამიბრაზდებია შოთა მაბატია ასეთი პოპულარული და ასე მოაწონე ხალხს თავი გისმენთ დიახ მოგესალმებით გილოცავს რევანჟის შეგეწიო დანინოს მაგრი და ცოტა ზღერავ ნერვიულობ და ძალიან მიხარია რომ ესეთი ახალგაზრდები პავს საქართველოში და მესმაგვიმრავლოს თქვენი სახელი ქოგალე მარგალე კარგად შემოგევლეთ ხოდიშით მადლობთ დიდი მადლობა უღმესი მადლობა და ისე კიდე ვერ გამომხატე გაიხარეთ არ არის პრობლემა არ არის პრობლემა არ არის პრობლემა ვართალი მithქვი გისმენთ შოთა ძალიან მოკლედ აი როცა უკვე დეპუტატის გახდი და ახლა აგიჩია ხალხმა და ნდობა გამოგიცხადა. შემოგვიდეთ ამაზე და შემდეგ გადავიდეთ. სულ ერთი სტრობით ქალბატონის გულს მოეფერები, თქვა გალეთ მარგალეთი ახსენა, რომელიც სულ ერთსტროფიანი ლექსია ჩემი. გვარიანო ქასკლილად ჩქენი მენდის ჟას ალებ გურ დღას ვადოიშკურონდან თქვა გალეთ მარგალეთი. ანუ შემოგევლეთ მეგრელობა მეთქი და შემოვივლე მთლიანად საქართველოს. არც არაფერი გვაქვს გასაყოფი. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, დავიწყებ იქიდან, რომ რწმენა ცოდვილი გულის ფარია, ღვთისმორჩილება სულის წესდება, ჩხოროწყუ ჩემთვის ის ტაძარია, რომელშიც ლოცვა არ მომბეზრდება და მადლობა მაღალ ღმერთს იმისთვის, რომ მარგო ბედნიერება დავბადებულიყავი და გავზრდულიყავი იმ კურთხეულ მიწაზე და კოლხური ცის ქვეშ, სადაც არაერთი სახელოვანი მამულიშვილი და საერთოდ მეკალმე აღზრდილა. ხოლო კითხვასთან დაკავშირებით ვიყავი 2013 წელი იყო, როდესაც სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში მეოთხე კურსზე ვიყავი იურიდიული ფაკულტეტის, როდესაც მე უკვე ჩხოროწყუში, ჩხოროწყუს ადგილობრივ ორგანიზაციაში, ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსი, ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელად ვიქნენი მივლენილი. და დღემდე შეძლებს დაგვარად იმ შესანიშნავ ახალგაზრდებთან ერთად ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ახალგაზრდებს რაღაცით გავხალისოთ ცხოვრება და რა თქმა უნდა ცენტრალური პირველ რიგში ალბათ აკეთებთ იმისათვის, რომ სოფელი არ დაიცავოს. რა თქმა უნდა პრობლემაც არის და კარგია თუ ესეთი ნდობა გამოგიცხადეს, ძალიან კარგია. სხვა ხრივ იყო ბევრი შეკითხვა, რომ ახალგაზრდებს არ მეეცათ საშუალება. კარგია, ახალგაზრდა ორგანიზაციაში ხავი და კარგი იქნება თუ მართლა ასეა და მართლა ბევრს ცდილობდა აკეთებთ, რომ იქ იმ მუნიციპალიტეტში ესეთ მოხდეს. პირველი აცერე პრობლემა შოთა. სწორად გამიგეთ, ყოველთვის ყოველს ვეუბნები. ის რომ პრობლემა არის სოფელი დაიცა, სოფელი დაიცა თქვენში, თქვენ იდეებში, თქვენ ზუსტად გაკეთებულ საქმეებზეა ბევრი დამოკიდებული. რაიონში აი იქ იმ პატარ-პატარა იმ ადგილმდებარეობებით როგორც არის, იქ რას გააკეთებთ, იმიტომ რომ როდესაც დეპუტატია შეუძლია, როდესაც გამგებელი შეუძლია. თუ კუთხეში ამ საჯარო მოხელემა არ გააკეთეს, არ მოიფიქრეთ, ხო, დაიცლება და ვერაფერს ვერ უპასუხეთ. აგრონომიას ესე არ იწყება და განვითარებას, ტურიზმიც ესე არ არის, ვიძახო, ტურიზმით გადავჩევდა შენ. მე ბოლო 10 წუთი რჩება და ფაქტიურად სამწუხაროდ ძალიან ცოტა დრო დაჩა, მე უბრალოდ არ მინდოდა, რადგან მსმენელმა ქალბატონმა დაარეკა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ახსენა ადამიანი, რომელიც მე ჩავწერე. სოსო მატკავა, რომელიც მე ჩავწერე და ვინც ეს გაცემა ნახა იცის ისტორია, თუ როგორ გავიცანი ეს კაცაც სრულიად შემთხვევით გავიცანი. სოსო მატკავა 2009 წელს თუ არ ვცდები თუ 10 წელს ქალაქ თბილისის აეროპორტში, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ერთი დიდი ჩატა წიგნები ხელში მიდიოდა, მე მას გამოვაპარაკე, ის მოვიდა ჩემთან მითხრა, რომ მან დამიდასტურა პატივისცემა და ასეც დიდ მადლობა გადაუხადე, რომ იგი ობიექტივს უყურებდა, უსმენდა მაშინ, რომ იგი ჩეხეთში ცხოვრობს უკვე 25 წელია, 20 წელი მაშინ და მას წიგნები მიქონდა, როცა ვკითხე რა არის წიგნები, მან საოცრება მიპასუხა, რომ წიგნები ჩამაქვს უნივერსიტეტებში, ბიბლიოთეკებში, ჩეხეთში და უნგრეთშიო და ეს იყო წიგნები საქართველოს. და სოსო მატკავა სხვა შორის არის ადამიანი, რომელმაც სხვა შორის შოთა წურწუმიაც აი ესე შემთხვევით ნახა, გაიცნო და შოთა წურწუმიას აი ამ ახალგაზრდა კაცს და საერთოდ იმ ქართველებს, ვინც ცხოვრობენ ჩეხეთში და უნგრეთში და სხვა შორის არაქართველებს და იქ მოქალაქეებს, ჩეხეთის და უნგრეთის მოქალაქეებს, ჩეხებს და უნგრელებს მისცა საშუალება საქართველოს გაეცნო და შოთა წურწუმია გააცნო. მე ბევრს ვერაფერს ვერ ვილაპარაკე, ბევრი ვიტყვი, ამ კაცი არის ის ადამიანი, რომელმაც მართლა აი ესე პატარა ნიჭის თუნდაც მოკიდა ხელი,
არ ვიცი როგორ შეძლო რამე შეძლო ჩაიყვარა და კიდევ ბევრ ქართველს როგორც კი საშუალება მიეცემა ამ ნიჭის ეგრეთ წოდებულ როგორ ვთქვა ცუდი სიტყვა მაგრამ ნიჭის დისტრიბუციას აი ამ ჩვენი ნიჭის ეს იქნება მომღერალი მელექსე თუ რიგითი ჩვეულებრივი თავის საქმე გაკეთებული საქმე გააკეთებს მობილური ზარი მე ვიღო და უკვე მინდა კითხო ბატონ სოსოზე კითხო და ბოლო 10 წუთი და ალბათ რა თქმა უნდა ჩვენ დავამთავრებთ გადაცემას გისმენთ ალო ისაუბრეთ გისმენთ ძალიან მოკლედ ხო იმათলে გილოცავთ მინაობას ჩვენ მერაბდა ჩვენს უმარს შოთიკოს მე 80 წლის კარი გესაუბრები პირო ძალიან მიხარია რომ ეს დავხვი ესეთი გულთმის და კარგი ამას სიტყვებს ლაპარაკობს ფილო გუმრავლოს საქართველოს ესეთი ახალგაზრდები მარნებასაც გეტყვით ჩემო მე ძალიან ხშირი სტუმარი ვარ თქვენი ფილო და სულ ობიექტებს უყურეთ ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ აი ესეთი ქართველები თქვენ საქართველოს დიდი მადლობა თქვენს გულს მადლობა ქალბატონს გადავიდეთ პირდაპირ უბრალოდ წამიერად გადავინაცვლებ რომ 2014 წელს მოვხვდი საგრებულოში და მე მადლობა ყველა იმ ადამიანს რომელმაც მე ახალგაზრდა კაცი ჩამთვალეს ღირსად რომ მათ გვერდით ყოფილიყავი და მე რა თქმა უნდა მაქსიმალურად დავიხარჯე ყოველთვის იმისთვის რომ ჩემი რაიონის და ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის მაქსიმალურად დავიხარჯო რაც შეეხება სოსო მატკავას აღნიშნავ რომ ქვეყნა არ აყავს მასზე ძვირფასი გულში ვიხუტებ ჩვენ მათ სახელებს თუ ვინმე გკითხავს ვინ ყავს მოყვასი პირველს ჩვენ დაძმებს და ვსახელებ და თუ ამ სილამაზეს ჩემთვის აღნიშნვისამებრ ჩემი ხუთი დაძმა წარმოადგენდა და წარმოადგენს მე თამამად შემიძლია აღნიშნო რომ სწორედ მათ შორის ღირსეული ადგილი დაიკავა სოსო მატკავამ არა მარტო ჩვენი დაძმების გულში არამედ მთლიანად ჩვენი მშობლების სოსო მატკავა არის საოცრად გულკეთილი პიროვნება ყოველმხრივ ერუდირებული რომელსაც შეუძლია რომ ნებისმიერი ადამიანის ტკივილი და სიხარული 100%-ით გულთან მიიტანოს მისი დადებითი და საერთოდ პიროვნული თვისებები თქვენს რუბრიკაში ნათლად წარმოჩინდა თუმცა იქ საზოგადოება ალბათ იმასაც შეამჩნევდა რომ სოსო მატკავას ცხოვრებისეული სტრატეგია და შემართება ის არ არის რომ მან საკუთარ თავს გაუკეთოს რეკლამა არამედ ის კულისებიდან მოწოდებულია იმისთვის რომ რაც შეიძლება მეტი და მეტი სიკეთე აკეთოს ახალგაზრდებისთვის და მე ამ ადამიანის გაცნობის ბედნიერებას სწორედ რომ პოეზიაზე აღმოცენებით მერგო, როდესაც გასული წლის დეკემბერში ჩვენთან ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვების კოლხეთი 99-ში მომუშავე ედიკა პაპავამ YouTube-ზე განათავსა ჩემი ერთ-ერთი მეგრული ლექსი ხორონცმარდის კმუჩინა, რომელსაც ქვია ღმერთს მადლობას შეუთვლი. 24 დეკემბერსვე ნახა ეს ბატონმა სოსომ დამიკავშირდა, მე თავიდან არც მჯეროდა რომ ჩეხეთიდან მიკავშირდებოდნენ, თუმცა რამოდენიმე დღეში მისივე მეგობარი ქალბატონი ნინო მიქელაძე შემეხმიანა, რომელიც მართლაც და განსაკუთრებული პიროვნებაა და მან დამარწმუნა და მეუბნებოდა მთელი შემართებით რომ მე იღბლიანთა შორის აღმოჩნდი, როდესაც ბატონი სოსო მატკავა გავიცანი და საერთოდ შემეხმიანა, რომელიც მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში 1000 გზის იქნა დამტკიცებული მისი არაერთი კეთილი ნაბიჯი ჩემს მიმართ გადადგა. სამწუხაროა რომ ვერ შეძლებს, თუმცა ეს არის ადამიანი, რომელმაც შემდეგ შენ და ჩათვალე რომ ეს ნიშნავდა შენ ერი ქართველი ჩეხეთში და უნგრეთში სრულიად საოცარი, არ ვიცი, როგორი ნიჭი და როგორი სულისკვეთებით გააცნო და მე სხვა შორის როცა ვიყავი სოსო მატკავაზე თქვი, ყველა იქაური ჩეხები და უნგრელებიც და ჩეხებიც ზუსტად ამაზე საუბრობდნენ, ეს არის მართლა და მე იმედი მაქვს რომ ძალიან მალე ესეთი ადამიანები დაბრუნდებიან, იმიტომ რომ მათაც ახსოვილი. 4 წუთი რჩება, მე ვიცი რომ შენ ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ლექსი არის, მე არ მინდოდა რომ ისე მეთქვა, მაგრამ მე ვიცი რომ ვიდრე შენ შეგილეყო, ჩვენ გაცემა დასოს მივახავდა გასაგებია ლექსია, მაგრამ ისევ სოსოზე ვისაუბრებთ და ხან და ბოლოს სოსოზე ლექსს ავიკითხავ, მე მგონი ჯობია, დიახ, უბრალოდ აღნიშნავ იმას რომ სოსო მატკავამ ამ ერთი წლის შიგნით და კონკრეტულად აგვისტოში და დეკემბრის ბოლოს უკვე ორჯერ მიმწვია ევროპაში, აქედან ევროპის 6 ქვეყანა მოვიარეთ.
და არ დარჩენილა არც ერთი ღირსშესანიშნაობა, რომელიც ჩვენ არ მოგვივლია, ის მართლაც რომ ნებისმიერ მომენტში მაგზნობინებდა იმას, რომ აღქმული ვყავდი როგორც პატარა ძმა, უმცროსი ძმა და ალბათ იდეა მთავარი მასში ის იყო ჩადებული, რომ მას უფრო მეტად ჩემი საშუალებითაც გაეღვივებინა ახალგაზრდებში ის შემართება, რომ მათ თავიანთი სულიერი და გონებრივი მისწრაფება გადაამისამართონ გარკვეული დოზით, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენი კულტურა, ჩვენი ისტორია უნდა შევისწავლოთ, უნდა დავაფასოთ, მაგრამ ამასთან ერთად ავიღოთ აქცენტი ევროპულ განათლებაზე, რომელიც აუცილებლად ხვალდაზეგ მეტწარმატებას და მეტწარმატებას დიდი მადლობა, ცოტა დრო რჩება, მე მინდა რომ შენ ლექსი თქვა, შენი ლექსი, რომელიც და დავთვალე. რისი თქმაც მსურდა აქამდე ვერ ვთქვი, ქარმა ფიქრები ისევ არია. ტკივილთა შორის დღეს აფხაზეთი ყველაზე დიდი სატკივარია. ჩვენს შენთან ერთად ნატრობ დღეს იმცას, და როცა მრევლი ნანატრქუს მოგსოვს, დაუბრუნდებით მშობლიურ მიწას და შენს მას შორის, შენს ძმაო სოსო. ახლა სიზმრებშიც იმედებს წვრთნი და ვიდრე მოვკვდებით თუნდ ბოლო ცდაზე თეთრ რაშზე მჯდომმა, სოხუმის მთიდან ამოვიმღერო მსურს ბოლო ხმაზე. მეც ვერთდები ერის ლაშქრობას, ვერ გამსტეხს ომი ცეცხლთა მთოველი, უფალს იმისთვის ვწირავ მადლობას, მეორეც სიკვდილს რომ არ მოველი. ან რა ფასი აქვს სიცოცხლეს ამგვარს, თუ კი ორთავეს გჯირს ერთი სენი, გვიჯობს ვეკვეთოთ მტრის ურიცხვ ლაშქარს, როგორც პეტეფის უნგრული ცხენი. დღეს თუ ჟღერ კიდე ცრემლება დაწვიმს, იბერთა ალმის ჯვართა ნაწნავებს, ხვალ გამარჯვებით მივაგებთ პატივს ნატიფისულის მათასაფლავებს. და თუ უფალმაც თავს ბანი მისსა, ჩარგრული ერის მართალონ ერგო, დაუბრუნდებით მშობლიურ მიწას და შენც მათ შორის, შენს ძმაოს ერგო. დიდება სოსომატკაბას და ყველა თქვენს ღმერთსეულ სტუმარს. შოთა, დიდი მადლობა რომ იყავ ჩვენ გაცემის სტუმარი. მე კიდევ ერთხელ გეტყვით რომ ჩვენ ყოველთვის ვაძლევთ საშუალებას, მithumetes რუბრიკა ნიჭიერი და საინტერესო ადამიანები ყოველთვის აძლევს საშუალებას რომ ნებისმიერი საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან, ქალაქიდან მოვიდნენ ადამიანები, მიიღონ მონაწილეობა, ვისაც კი ოდნავ მაინც პატარა რაღაცაში მაინც თავის ნიჭს გამოაჩენს, გამოვლენს და მე ჩემთვის რა არის ყველაზე მთავარი რომ მსმენელმა და მაყურებელმა მიიღოს და ეს ემოციები გქონდეთ. დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ. ნინაობის ბრწყინვალე დღესასწაულს ყველას უკლებლივ და შესაბამისად ბუნებრივია ერთს ვისურვებდი რომ იყოს მშვიდობა და ერთმანეთს პატივი ვცეთ. ვიყვარდეს მოусმინოთ ერთმანეთს და პატივი ვცეთ ერთმანეთს. მხოლოდ ეს არის ჩვენი წინ გადადგმული ყველა ნაბიჯი და შევქნათ დოვლათი ერთად, აი პატივისცემი და მოსმენი. დიდი მადლობა შოთა წორწუმიას, კარგად გზანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე, ნახვამდის.